მეორე წვია მოხდა ისე მარჯვენა ფეხში. გამჭვირვალე იყო მეორე მხარეს გავიდა, არც ამან მატკინა მიხვდა რომ ძვალი არ იყო გატეხილი და არც კუნთი მოდა დაზიანებული. მარცხენა მარჯვენა ფლანგზე ორი ჯარისკაცი დავისი მეტყვიან ხვევით. ბრძანება მივიღე რომ უკან დახევარიო. ამ დროს უკვე ბატალიონის მეთაური რომელიც ჩემთან იყო ჩამოსული ჩვენ დასახმარებლად. ამდენად არ ვიცი რატო ჩამოვიდა ეხლა. ძალიან გულიანი კაცი იყო, ვაჟკაცი ადამიანი ცხონებული გელაჭედია. და ჩვენს გვერდით დაიჭრა, ძალიან ძიმედ დაიჭრა. ჯარისკაცები ავიდნენ გორაკზე, რომ აიდგინეს ჩვენს პოზიციაზე რომ მივიდნენ. გადავათვე ვინმე ხო არ დარჩა მე. და უთხარი მეტყვიან ხვევით რომ დატოვან პოზიცია ბოლოს მე გამოვამე. ხმამო დამიძახა ვიღაცამ. და გავჩენ მე ვინ მიძახეს ვინ გადარჩა მე. დეჟანტი თუთისანი იყო დაჭრე რომელიც დავტოვეს ზევით ჯართან, მეტყობა გულმა ვეღარ მოვუთვინა და დაბლა ჩამოვიდა საბრძოლველად. თუთი რა გაგჭირს მე. გაჭრება რომ მივიდი მარჯვენა ხელსა და მარცხენა ფეხში იყო დაჭრილი. იარაღის ზურგზე გადავიკიდე, ჩავიმხლე რომ მინდოდა ამეყვანა.